ჩემო ძვირფასებო, მე მინდა ჩემთვის ყველაზე საყვარელი სადღეგრძელო მოგახსენოთ. ეს სადღეგრძელო ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლოა. არა, ყველა სადღეგრძელოა ჩემთვის საპასუხისმგებლო, მაგრამ ეს სადღეგრძელო სხვა სიწმინდეა. ერთ დღეში ერთი თვალუწვდენელი მუხა იდგა. მის გვერდით პატარა ხე ამოსულიყო. მუხას ისეთი ხშირი ტოტები და ფოთლები ჰქონდა, რომ პატარა ხემდე სისხლები საერთოდ ვერ აღწევდა და პატარა ხეც სულ მოწყენილი იყო. ერთხელაც მუხამ თავისი ტოტები მიწი მოწია და პატარა ხემ სისხლები დაინახა და გაიხარა და თავისთვის იფიქრა და თქვა, ესე იგი მუხას თურმე ადრეც შეეძლო ტოტების გაწევა, მაგრამ ამას შეგნებულად არ აკეთებდაო და ისევ მოიწყიდა. მიხვდა მუხა რაშიც იყო საქმე და უთხრა პატარა ხეს, პატარა ხეო, მაშინ ძალიან ცხელი ზაფხული იყო და შენ რომ სისხლები მოგხვედრო და აუცილებლად დაგწვავდაო. ახლა კი შემოდგომაა და შემოდგომის მზე ვერაფერს დაგაკლებსო. ის მუხა მამა იყო, ხოლო პატარა ხე კი შვილი. შემოკარგებო, მე მინდა მამა ჩემის თამადობით იმ მამის სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც ხანდახან არ გვესმის შვილებს და წყინს კიდეც, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს წმინდა და სპექტაკლია.